მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 სპეციალობაზე მიიღებს სტუდენტებს, გასულ წლებში 12 სპეციალობაზე შეეძლოთ მიღება. ამის შესახებ სადავო ლეგიტიმაციის მთავრობამ განკარგულება უკვე გამოსცა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ მიიღებენ ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, სამართლის, საჯარო მმართველობის მსურველ სტუდენტებს და ეს ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა. 2025 წელს უნივერსიტეტმა შემდეგ სპეციალობებზე გამოაცხადა მიღება: ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, დაწყებითი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა, სამართალი, საჯარო მმართველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეკოლოგია, აგრონომია და ვეტერინარია. 2026 წელს სტუდენტებს შემდეგ სპეციალობებზე მიიღებენ: ეკოლოგია, აგრონომია, ვეტერინარია, ხოლო ინგლისურ და ქართულ ფილოლოგიაზე, ისტორიაზე და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მიღება იქნება, თუმცა მასწავლებლების მომზადების ერთწლიანი პროგრამის ინტეგრირებით. ასევე გასულ წელს თუ უნივერსიტეტს მაქსიმუმ 665 სტუდენტის მიღება შეეძლო, 2026 წლის გეგმით 220 აბიტურიენტის მიღებას შეძლებენ. ბუნებრივია ის მომენტიც, რომ გარკვეულ ნაწილს საზოგადოებისა აღარ მიეცემა საშუალება, რომ უკვე ახალ ციხეში ისწავლოს ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე, სამართალზე ან საჯარო მმართველობის პროგრამაზე, თუმცა რეფორმის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად მაღალი ხარისხის განათლების მიცემა უნდა მოხდეს უკვე რეფორმის შემდგომ. აქედან გამომდინარე გვესმის ამ ადამიანების გულის ტკივილიც, თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს განათლების მთავარი მიზანი, რომ მოამზადოთ ისეთი სტუდენტები და ისეთი კურსდამთავრებულები ყავდეს მომავალში, რომლებიც რეალურად შეძლებენ დასაქმებას და საკუთარი თავის რეალიზაციას. აქამდე ვერ უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის შესაბამისი კადრების მომზადებას და შესაბამის განათლების მიღებას? ჩვენ ვსაუბრობთ ასობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას და აქედან გამომდინარე მოთხოვნა იზრდება როგორც სტუდენტისადმი, აგრეთვე აკადემიურ პერსონალისადმი და ეს უკვე ითხოვს სხვა სტანდარტით მიდგომას. რაც შეეხება მაგისტრატურას, უნივერსიტეტში 5 მიმართულებით გასულ წელთან შედარებით შეზღუდული რაოდენობით ჩაირიცხებიან. განკარგულების მიხედვით ქართული ლიტერატურის ისტორიაზე 5 მაგისტრატის მიღებას შეძლებენ. გასულ წლებში 10 სტუდენტი იყო გათვალისწინებული. საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზეც 10-ის ნაცვლად 5 ადგილია. ქართული ენათ მეცნიერების მიმართულებით 10 მაგისტრანტის ნაცვლად 5 ჩაირიცხება. ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამაზე 15 ადგილია გათვალისწინებული. გასულ წელს 10 ადგილი იყო. აგროტექნოლოგიების მიმართულებით გასული წლის მსგავსად 10 მაგისტრანტს მიიღებენ. რაც შეეხება ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და ბიზნეს ინფორმატიკას, სადაც ჯამში 30 მაგისტრის მიღება იყო შესაძლებელი, გაუქმდება. ახალგაზრდობას უნდა ქონდეს საშუალება, რომ თავისივე რეგიონში დარჩნენ და დაუშვათ იქვე მიიღონ უმაღლესი განათლება, მაგრამ საინტერესოა ამას როგორ ვახერხებთ, როგორ ვაღწევთ ამ შედეგს, როდესაც ჩვენ საუბრობთ გარკვეული ფაკულტეტების შეკვეცაზე. აი მაგალითად, ნებისმიერი რეგიონის ახალციხის უნივერსიტეტი ავიღოთ გნებავთ. ჩვენ ხედავთ, რომ იქ გარკვეული ფაკულტეტები არის შეკვეცილი, მაგალითად სამართლის ფაკულტეტი, მაგალითად ბიზნეს ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა და დარჩენილია მხოლოდ აგრარული ფაკულტეტი, თუ არ ვცდები პედაგოგიკა და არის ასევე ტურიზმის მიმართულებით. ეს რა პრობლემებზე გაგვიყვანს? ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, რომ ამითი რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი არ ვუადვილებთ ცხოვრებას და უმაღლესი განათლების მსურველ და მართლა სწავლის, ასე ვთქვათ, სწავლაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს იმის საშუალებას კი არ ვუქმნით, რომ სწორედ ის პროფესიები, რომელიც მათი გატაცება, მათი
ასე ვთქვათ, მიზანსწრაფვა, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობენ, ის იქცეს მათ პროფესიად და შემდგომ ჩამოყალიბდნენ როგორც მომავალი თაობის პროფესიონალები. არამედ ჩვენ მათ ვაიძულებთ, რომ ავარჩევინოთ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად ეს ფაკულტეტი, მაგალითად აგრარული მიმართულებით რომელიც მას არ აინტერესებს და მე როგორც ადამიანი, რომელიც ვემსახურები ჩემს ახალგაზრდებს, ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს შემდგომში უკვე ფრუსტრაციაც კი და ასე ვთქვათ, პროფესიის შეცვლა მეორე, მესამე კურსზე, როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ არა, ეს არ არის მათი მოწოდება. ჩვენ ამითი ფაქტურად ამასაც ხელს ვუწყობთ. ახალქალაქი კარწახის საავტომობილო გზა, რომელიც თურქეთის საზღვრამდე მიდის, დაზიანებულია. ვიდეო სოციალურ ქსელში Genius-ი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული მონაკვეთი უკვე რამოდენიმე წელია დაზიანებულია. ჩვენ დავინტერესდით, როდის აპირებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის მონაკვეთების შეკეთებას. როგორც უწყოებაში გვითხრეს, გზის ნაწილის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს, ნაწილი კი იგეგმება. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ.